დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ზუსტად 5 წუთია რაც დაიწყო. ახლა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უნდა იმსჯელოს აღკვეთის გადასინჯვასა და ასევე მტკიცებულებების დასაშვებლობაზე. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სხდომა და მანამდე ადვოკატები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს რამდენიმე მტკიცებულობის დაუშვებლობაზე დააყენებენ შუამდგომლობას, თვლიან, რომ საქმეში არსებული ვიდეო კადრები არ შეესაბამება მათი დაცვის ქვეშ მყოფები, არ არიან მათი დაცვის ქვეშ მყოფები ამ კადრებში, ამიტომ ითხოვენ, რომ ეს კადრები არ იყოს საქმეში და გარდა ამისა ითხოვენ, რომ დაკითხვის ოქმი იცნოს ბათილად, რადგან ის, რასაც კარნახობდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები, ადვოკატის თქმით, გამოკითხვის ოქმში არ არის ასახული და სულ სხვა ჩვენებაზე აქვს ხელი მოუწერილი მათი დაცვის ქვეშ მყოფებს. კიდევ ერთი გარემოება, რაც ორი დაკავებული საქმეში იკვეთება, არის ის, რომ ისინი დააკავეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დეკემბერში, რის შემდეგაც სპეცრასმელები სხვა მოქალაქეების მსგავსად მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 48 საათიანი ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ზაჰესის იზოლატორიდან ისინი გაათავისუფლეს და როგორც კი იზოლატორის ტერიტორიას სტოვებდნენ, სწორედ ამის შემდეგ მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მათი დაკავება და მათი ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ ის, რასაც გამოძიება ედავება ორივე მათგანს, არის სრულიად წარმოუდგენელი, რადგან არც ერთი მათგანი ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილს სამართალდამცველების მისამართი არ ისროდა. პარლამენტთან დავაკავეთ, მე რო დამირიგეს ხამე, იქ დავაკავეთ. მაგას ვერ დავიჯერებ, არასად არ აჩენს, არც კადრებში არაფერი. არ აღიარებს რა თქმა უნდა. არ არის ჩადებული. არ არის ეგეთი ბავშვი, რომ იქეთ კაცია, რომ გააკეთოს ეს საკარინერვებო და თავს გაუფრთხილე მე. დიდი სურვილია რომ გამოუშვან ვიდეოთი მაინც, რომ მე ჩაატარო რამდენჯერაც უნდა თვისას. თუ ექნება შუამდგომლობები, კერძოდ სისხლის სამართლებრივი შეწყვეტაზე და ასევე მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე დაკავებას რაც შეეხება ამ ადამიანებს ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმას, კერძოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი დაცვის მხარის აზრით და თვლი რომ ეს აზრი გამართლებულია, არ არის წარმოუდგენელი ისეთი მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს. ეს არის ისეთი მტკიცებულებები, რომლის ასე ვთქვათ აღნიშნულ ბრალდებასთან კავშირი ამ პირებთან მიმართებაში წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შეუძლებელია იქ ადამიანის იდენტიფიცირება. ვიდეო ჩანაწერი არსებობს, სადაც ჩანს ვიღაც პირები რომ ისვრიან, თუმცა თვითონ გამოძიების მხრიდანაც იდენტიფიცირებული არ არის ამ ვიდეოზე ვინ ისვრის. ანუ იმდენად გუნდოვანი კადრებია, რომ თვითონაც ვიყვნენ, რომ არ უნდა დაენიშნათ ფოტო ექსპერტიზა, ჰაპტოსკოპიური ექსპერტიზა და არ დანიშნეს და შესაბამისად ამ ვიდეო ჩანაწერს როგორც მტკიცებულებას, პირდაპირ მამხილებლად მტკიცებულებას, ასე ვთქვათ, ვერ გაითვალისწინებს. პარალელურად საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზეც მიდის მსჯელობა. ერთ-ერთი საქმე ახლა ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას საქმე განიხილება, რომელიც საზოგადოებას ახსოვს იქიდან, რომ ის დააკავეს, წართვეს ტელეფონი, რის შემდეგაც $78,000 ღირებულების კრიპტოვალუტა დაკარგა, რადგან ყველა უწყება ჩააყენა მან საქმის კურსში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კაციტაძის უწყებას, რომ დაებრუნებინათ მისთვის კუთვნილი მობილური ტელეფონი, სადაც ეს აქტივები იყო დაცული, თუმცა ამ დრომდე მას არავინ არ შეხმიანებია. კუჭავას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და დღეს მის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით პოლიციელები გამოიკითხებიან. მეორე მოწმე მისცემს ჩვენებას, მოვისმენთ, კითხვებს დავუსვამთ, მივიღებთ პასუხებს და შემდგომ ჩვენ დასკვნა იქნება. რეალურად ხა პირველი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, როგორ არის საქმე, ხო? ანუ გამოდის ორი დასკვნა რა. ერთი დასკვნა არის რომ ან იმ ადამიანმა მცემა, რომელიც არ არის სიმართლე და მაგას ვამბობ მეც რომ იმას არ უცემია, მე თვითონაც ვიცი, იმიტომ რომ ის მე მანქანაში მერს და ან მეორე გამოდის რომ უკვე ნაცემი ვიგინებოდი, ან ვერ იყო ჩვენება რა. ნაცემი კიდევ ფიზიკურად ვერ შევიგინებოდი, ისედაც რომ დომოდა რომ საუბრის უნარი არ მქონდა. ამიტომ ერთმანეთთან წინააღმდეგ ან ჩვენება, ან მოკლედ ვთქვათ, მისი ბრძანებით ვარ ნაცემი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახური არ მეტყმიანება საერთოდ, არანაირი უკავშირი არ აქვს, წარმოდგენა არ მაქვს ასაკეთებენ. ხელკვარზე როცა შევატყობინეთ არაფერი არ გააკეთეს და საბოლოო ჯამში დაიკარგა, იმიტომ რომ encryption-ი ეგ არის კრიპტოგრაფიის. თუ შენ თვითონ არ დაიზღო თავს, შემდგომ უკვე device-ი თუ დაკარგე, დაიკარგა ის თანხაც. ანუ უბრალოდ ეგ თანხა არც მე არ შემჭა, არც მას. $68,000-ზე იყო მაშინ, ახლა სადღაც $71,000-$72,000-ია ასული.
დღეს საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ადმინისტრაციულ საქმეზე იმსჯელებენ, ერთ-ერთი იქნება მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმე, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან.